ჩემთვის ხატვა პიროვნულობის ნაწილი არის უკვე, რადგან ჩემი თავი ხატვის გარეშე არ მახსოვს. მე ვარ მარიამ ჭარხალაშვილი, ვარ 26 წლის და ვხატავ, რაც დავიმახსოვს, ალბათ სულ ვხატავ. მარიამ ჭარხალაშვილი ბავშვობიდან ხატავს. მისი შემოქმედების მთავარ თემატიკას ბუნება, განსაკუთრებით კი რაჭის ხედები წარმოადგენს. ხატვრისთვის ეს კუთხე არა მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, არამედ სიყვარულითა და მოლოდინით სავსე სამყაროა, სადაც სახლები საუკუნოვან ისტორიებს ინახავს. მარიამ ჭარხალაშვილმა ყველა ის ნამუშევარი მოაგროვა, რომელიც მის საყვარელ კუთხეს ეძღვნებოდა და რაჭიდან დედაქალაქში ჩამოიტანა. ხატვის შემოქმედება ფართო დამთვალიერებლისთვის გალერეა უნივერსში გამოიფინა. არაერთხელ მე მიღია მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში, როგორც ციფრულში მათ შორის. ეს არის ჩემი მეორე პერსონალური გამოფენა, საკმაოდ სიმბოლური იყო ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც 2024 წლის ზაფხულში შედგა. ეს იყო ამბრელაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში და საკმაოდ ემოციური იყო ეს ყველაფერი, რადგან რაჭის პეიზაჟები პირველად ჩემ პერსონალურ გამოფენაზე გამოიფინა სწორედ რაჭაში. ეს კი არის ჩემი მეორე პერსონალური გამოფენა. რეტროსპექტიულ გამოფენაზე სახელწოდებით მოლოდინი, მოგზაურობა რაჭაში, ხატვის 45-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე პოეტური სიზუსტითა და ფერების ნაზი ჰარმონიითაა გადმოცემული რაჭის ბუნება, არქიტექტურა და ცხოვრებისეული რიტმი. ნამუშევრები ძირითადად ცოცხალ გარემოში იქნება, ვინაიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ჩემი ნამუშევრები, ვფიქრობ ახლოს არის იმპრესიონიზმთან. და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო, რომ ცოცხალ პროცესში შემექმნა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ნამუშევრების ნაწილი შექმნილი არის თბილისში. ყოველ ზაფხულს რაჭაში ვატარებდით ხოლმე დროს და შემდეგ რაჭიდან თბილისში როცა ვბრუნდებოდი, მთელი წელი ამ მონატრების და უკან დაბრუნების სურვილს თითქოს ხატვის პროცესში ვატარებდი ხოლმე, ვქმნიდი ამ ნამუშევრებს, სადაც ძირითადად იყო ასახული პეიზაჟები. პეიზაჟები არის წარმოდგენილი ნიკორწმინდიდან, მრავალძალიდან, ასევე ცხრაჯვარის, შარეულას ხეობის პეიზაჟების ნახვა არის ექსპოზიციაზე შესაძლებელი. ხატვის პროცესი საკმაოდ საინტერესო არის, რადგან ძირითადად უსმენ ხოლმე მუსიკას. განწყობის მიხედვით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ესეც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გინდა, რომ ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას ცოტა ხნით ჩამოშორდე და ბოლომდე შემოქმედებითად ჩაერთო ამ პროცესში. დაწყებიდან დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ვხატავ ხოლმე, რასაც საკმაოდ დიდი ფიზიკური და გონებრივი ენერგია სჭირდება და ეს საკმაოდ რთული არის. ზოგიერთი ცოტა მარტივად უყურებს ხოლმე ამ საკითხს, რომ აიღებ ფუნჯს და უბრალოდ გააფერადებ რაღაც თეთრ ფურცელს ან ტილოს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. გამოფენა დამთვალიერებელს ბავშვობის დაუვიწყარ მოგონებებსა და რაჭულ თავგადასავლებში ამოგზაურებს. ხატვის ნამუშევართა დიდ ნაწილს სათაურად გალაქტიონის ლექსების სტრიქონები ამშვენებს. ჩემთვის იმდენად თამბეჭდავი იყო რაჭის სურათები ზამთარში, რომ გადავწყვიტე აუცილებლად უნდა მეცადა ამ მიმართულებითაც ჩემი თავი. თან ძალიან მიყვარს გალაქტიონის შემოქმედება და ამიტომ გალაქტიონის ლექსების შთაგონებით და რაჭის სიყვარულით თითქოს ერთად გავერთიანე ეს ყველაფერი და შემდეგ გადმოვიტანე ტილოზე ზამთრის პეიზაჟები რაჭაში. ეს არის დაახლოებით 150 წლის ჭიშკარი, რომელიც მდებარეობს ნიკორწმინდაში და ჭიშკრის უკან თქვენ ხედავთ სახლს, რომელიც დაახლოებით 200 წლის არის. ეს არის უბნის ცენტრი, სადაც არის წყარო და აქ ხედავთ ძაღლს, რომელიც თითქოს მოლოდინის პროცესში არის და ნამუშევრის სახელწოდებაც სწორედ აქედან დაიბადა. რადგან ის საუკუნოვანი სახლები, ისტორიული სახლები, რომელიც რაჭაში არის, სამწუხაროდ ზამთრის განმავლობაში ძირითადად მიტოვებული არის ხოლმე და თითქოს ზაფხულს ელოდებიან, რომ ისევ ხალხმრავლობას და იმ ბედნიერ ემოციებს დაუკავშირდეს, რასაც შემდეგ ნიკორწმინდა უბრუნდება ხოლმე ზაფხულის განმავლობაში და ზოგადად მთელი რაჭა. ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ჭარხალაშვილის პერსონალურ გამოფენას გალერეა უნივერსი 8 მაისამდე უმასპინძლებს.